სამების ტაძარში ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ტაძართან მოქალაქეების ნაკადი არც გასულ ღამეს შეწყვეტილა. ათასობით ადამიანმა ღამე გრძელ რიგში გაათენა. პატრიარქისთვის პატივის მისაგებად დედაქალაქში რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ. დღის მანძილზე მოსალოდნელია ხალხის ნაკადის კიდევ უფრო მატება, რის გამოც 3 საათიდან ცენტრალურ ქუჩებზე კერძო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება. ღამის 2-დან 3 საათამდე კი სამების ტაძარი მოსაწესრიგებლად დაიხურება. განადგურებულია ისპაჰანში მდებარე შაჰიდის დრონების საწარმო, რომელიც ირანის თავდაცვითი ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ამერიკის ცენტრალური სარდლობის ცნობით ქარხანაში აწარმოებდნენ იმ კამიკაძე დრონებს, რომლებსაც ირანის რეჟიმი რეგიონში სხვადასხვა სამიზნეებზე თავდასხმისთვის იყენებდა. მე არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა, აცხადებს ტრამპი ირანთან ომზე საუბრისას. ცეცხლის შეწყვეტას არ აცხადებს მხარე, რომელიც მეორე მხარეს ანადგურებს, ამბობს ტრამპი და ნატოს საყვედურობს, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის უსაფრთხოებისთვის თავის როლს არ ასრულებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პენტაგონმა ირანში ამერიკის სახმელეთო ძალების გალაგების დეტალური გეგმაც მოამზადა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანული ნავთობის ნაწილზე სანქციები ერთი თვით მოხსნა. სანქციები დროებით ეხსნება იმ ნავთობს, რომელიც ტანკერებში 20 მარტამდე ჩაიტვირთა და უკვე ზღვაშია. ხაზინის მდივნის სკოტ ბესენტის განცხადებით მიზეზი ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფაა.